მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმრით და ძალიან საინტერესო თემით ვართ დღეს სტუდიაში წარმოდგენილი. ზამთარი მოგეხსენებათ ის პერიოდია, როდესაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჰაერის გაციების, ნესტიანი ამიდების ფონზე იზრდება ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, რესპირატორული დაავადებების წილი. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მთელი წლის განმავლობაში ცირკულირებენ, გრიპი, რესპირაციული ვირუსები, ადენოვირუსი, რინოვირუსი და ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი გაციება განსაკუთრებით აქტიურდება. ამ პერიოდში უფრო მეტ დროს ვატარებთ დახურულ და ნაკლებად განიავებულ სივრცეებში, რაც ინფექციების გავრცელებას კიდევ უფრო ამარტივებს. ასეთ ინფექციებს თან ახლავს კარგად ნაცნობი სიმპტომები, ესაა ტემპერატურა, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი. უმეტეს შემთხვევაში ინფექცია ერთ კვირაში გადადის, თუმცა სიმპტომები ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება და აფერხებს ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომური მკურნალობა, ცხვირის გამხსნელი საშუალებები, ხველის შემამცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევის საშუალებები, რომლებიც დისკომფორტის შემცირებაში გვეხმარებიან. ამასთან არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია, იმუნური სისტემის გაძლიერება და სეზონურ ინფექციებთან მომზადებული შეხვედრა, რათა გაძლიერებულად შევხვდეთ სეზონურ ინფექციებს. დღეს ხელმისაწვდომია მრავალი ეფექტური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვითი ძალების გაძლიერებას და რესპირაციული დაავადებების თავიდან აცილებას. თუ რა დახმარება შეუძლია გაუწიოს მედიცინამ პაციენტებს, ამ საკითხზე სასაუბროთ დღეს მოვიწვიეთ ექიმი ალერგოლოგი, კლინიკური იმუნოლოგი პროფესორი ქეთევან ომიაძე და ფარმაცევტული კომპანია GM Pharma სააფთიაქო მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე. ქალბატონ ქეთევან, მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. ქალბატონი ჟანა ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდება და მე შევეცდები, რომ თქვენი საეთერო დრო დიდხანს არ დავიჭირო. ამიტომ პირდაპირ კითხვაზე გადავალ. იანვარ-თებერვალი გახლავთ რესპირატორული ინფექციების მომატების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდი, ასე რომ ვთქვათ. როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ ეს რესპირატორული ინფექციები, რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს და საერთოდ რას ვავალდებულებთ მოსახლეობას, რაზე გაამახვილონ ყურადღება. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს. რესპირაციული ზოგადად ინფექციების და მათ შორის რესპირაციული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მათი პრევენცია. როგორც ყველა დაავადების მემკვიდრე ძირითადად. პრევენციისთვის კი ამ შემთხვევაში გვჭირდება რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინება და პირველი, ძირითადი, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ჯანსაღი, ძლიერი იმუნური სისტემა, რომელსაც ძირითადად საფუძვლად უდევს ცხოვრების ჯანსაღი წესი, კარგი ძილი, სწორი ბალანსირებული კვება, სტრესის ნაკლებობა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში და რუტინულად. იდეალური ცხოვრების წესი. იდეალური ცხოვრების წესი, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში, რომ გავაძლიეროთ იმუნური სისტემა და შემდეგ მან უკვე წინააღმდეგობა აქტიური გაუწიოს სხვადასხვა პათოგენს. ასევე გასათვალისწინებელი არის ის, რომ სეზონური ინფექციების პერიოდში ჩვენ დიდ დროს, მეტ დროს ვატარებთ დახურულ სივრცეებში და ამ სივრცეების ხშირი რეგულარული განიავება, ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვა ერთ-ერთი ნაწილი არის პრევენციულ ღონისძიებებში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, მნიშვნელოვანი არის რისკ ჯგუფები, ბავშვები, ხანდაზმულები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, რომელთათვისაც რეკომენდებულია სეზონური ვაქცინაცია და თუ სიმპტომები დაავადება განვითარდება, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სამკურნალო სიმპტომური საშუალებები, რომელთა გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში შეგვიმსუბუქებს დაავადების გამოწვეული სიმპტომების სიმპტომებს და შევინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. იცით, ძალიან იშვიათად მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უთქვია, რომ მე მივიღე იმუნომოდულატორი, მკურნალობდი იმუნომოდულატორით. რა არის ეს იმუნომოდულატორები და როგორ გვეხმარება ის პრევენციაში, იქნებოდ იგივე რესპირატორული ინფექციების მართვის დროს? იმუნომოდულატორები ეს არის პრეპარატების ჯგუფი, რომლებიც
არეგულირებენ იმუნურ პასუხს, ან მონაწილეობენ აი ამ რეგულაციაში იმუნური პასუხის. არსებობენ იმუნომასტიმულირებელები, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას, იმუნურ პასუხს და სწორედ აი იმუნომასტიმულირებელი პრეპარატები არის რეკომენდებული რესპირაციული ინფექციების პრევენციაში. ეს არის ჯგუფი, რომელთა გამოყენება რეკომენდებული არის ექიმის დანიშნულებით, რადგან მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია, რომ განსხვავებული იყოს. ბაქტერიული ლიზატები არის წარმომადგენელი ამ იმუნომოდულატორების ჯგუფისა, რომელიც ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი და გავრცელებული ჯგუფია. რა არის ეს ბაქტერიული ლიზატები და რაში გვეხმარებიან? ბაქტერიული ლიზატები არის პრეპარატების ჯგუფი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ზოგადად იმუნომოდულატორული ეფექტისთვის. ეს გახლავთ იმ ბაქტერიების ფრაგმენტები, ინაქტივირებული ბაქტერიების ფრაგმენტები, რომლებიც უხშირესად იწვევენ რესპირაციულ ინფექციებს, ზედა და ქვედა სასუნთქის სისტემის ინფექციებს. ამ ტიპის მედიკამენტებს, პრეპარატებს აქვთ ვაქცინის მსგავსი ეფექტი. პერორალურ ვაქცინებსაც უწოდებენ ხშირად. როდესაც ასეთი ტიპის პრეპარატი ხვდება ორგანიზმში, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ფრაგმენტია ბაქტერიის და არ შეუძლია დაავადების გამოწვევა, იმუნური სისტემის მიერ აღიქმება როგორც სრულფასოვანი პათოგენი და იმუნური სისტემა მის წინააღმდეგ იწყებს დაცვის მობილიზებას, ასე ვთქვათ, და შემდეგ, როდესაც უკვე სრულფასოვანი პათოგენი მოხვდება ორგანიზმში, იმუნური სისტემა არის მზად იმისთვის, რომ სწრაფი და ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს მას. ანუ მარტივად რა ვთქვათ, იმუნური პასუხი მზადდება ორგანიზმში მოსალოდნელი ინფექციის წინააღმდეგ და უკვე ჭეშმარიტი ინფიცირების შემთხვევაში გამზადებული გვაქვს მათთან საბრძოლველად იარაღი. ნუ ძალიან მნიშვნელოვანია და თუ შეიძლება აქვე ჩაგეძიებით. აი თქვენ ბრძანეთ, რომ ეს იმუნომოდულატორები სხვადასხვა ასაკის და დაავადებების დროს სხვადასხვანაირად ინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მედიკამენტების უდიდესი ნაწილი და მე მგონი სულ ყველა გაიცემა ურეცეპტოდ, აუცილებლად ექნება ეს კითხვა ჩვენ მსმენელს. გაიცემა ურეცეპტოდ. შესაძლებელია თუ არა ადამიანმა ექიმის რეკომენდაციის გარეშე შეისყიდოს და დაიწყოს მისი მიღება? ტექნიკურად შესაძლებელია, რადგან ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ არ არის რეკომენდებული, რადგან გათვალისწინებული უნდა იყოს ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინფექციის რისკი და სხვა ბევრი დეტალი. განსაკუთრებული სიფრთხილე რა კატეგორიის ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ? განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ნებისმიერი ქრონიკული დაავადების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვანაირად ინიშნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი დეტალი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას და ეს შეუძლია გაითვალისწინოს ექიმს. იცით, თქვენ ჩვენ ლიზატებზე ვსაუბრობდით და თუ შეიძლება დავაზუსტოთ, რომ მექანიკური ბაქტერიული ლიზატების იმუნომასტიმულირებელი მოქმედება რითი განსხვავდება დაუშვათ ქიმიური ლიზატებისგან? ქიმიური ბაქტერიული ლიზატები მიიღება, ანუ მათი დაშლა, ბაქტერიების დაშლა ხდება ქიმიური რეაგენტების გამოყენებით. როდესაც ქიმიური რეაგენტების საშუალებით იშლება ბაქტერია, ის ნაწილობრივ კარგავს თავის ანტიგენურ თვისებებს და შესაბამისად მის მიერ გამოწვეული იმუნური პასუხი შესაძლებელია არ იყოს ისეთი ძლიერი, უფრო მეტად ზოგად იმუნურ პასუხზე არის ორიენტირებული, მაშინ როდესაც ბაქტერიული მექანიკური ლიზატები მექანიკური დაშლით მიღებული ბაქტერია არის, ლიზატი არის, იმით მაღალი წნევით ან ულტრაბგერის საშუალებით იშლება, სრულად ინარჩუნებს თავის ანტიგენურ თვისებებს და მას შეუძლია სტიმული მისცეს როგორც ადგილობრივ, ისე ზოგად იმუნურ პასუხს. აი ბაქტერიული ლიზატების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი არის
ის მიჟენი ეს გახლავთ შვეიცარიული კომპანია Lallemand Pharma-ს მიერ წარმოებული მექანიკური პოლივალენტური ბაქტერიული ლიზატი, რომელიც გამოიყენება უხშირესად ეს მექანიკური ბაქტერიული ლიზატები გამოიყენება რესპირაციული ინფექციებით ხშირად მოავადე პირებში და ასევე რესპირაციული ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. ან იმ პირებში, რომელთაც ზოგადად სუსტი იმუნური პასუხი აქვთ. აი ეს ფორმა აქ რამდენადაც ხედა ორი სხვადასხვა ფორმაა წარმოდგენილი. რაიმე განსხვავებაა ამ ორ მედიკამენტს შორის? არა. ეს არის ენის ქვეშ დასალღობი ტაბლეტი და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ფორმაც ამ შემთხვევაში, რადგან ენის ქვეშ დალღობისას ტაბლეტი უშუალო კონტაქტში არის ლორწოვანთან და ამ გზით ის აქტიურებს ადგილობრივ იმუნურ პასუხსაც და შემდეგ უკვე მაინც პირის ღრუ დაცხვირხახა ეს არის ყველაზე დაუცველი ადგილი, სადაც პირველად ხდება ინფექცია და ხდება მისი ჩანერგვა. ამიტომ ადგილობრივად გაცილებით უფრო გაძლიერება ძალიან ეფექტურია ამ შემთხვევაში და ზუსტად ამით არის გამორჩეული მექანიკური ბაქტერიული ლიზატის აი ზუსტად ეს ფორმა პერორალურ ვაქცინასაც აი ამიტომ ეძახენ რომ პერორალური გზით ხდება ის ორგანიზმში აქტიურებს ადგილობრივ იმუნიტეტს და შემდეგ უკვე ზოგად იმუნურ ეს ძალიან მენიშნა, იმიტომ რომ ამდენი საოფიცე სამუშაოს შემდეგ ადამიანების დიდ ნაწილს შიდა კონდენსირების და ასე შემდეგ ძალიან ხშირად აქვს ცხვირის ლორწოვანის დაზიანება და სიმშრალე, ასე ტკივილი, ნახეთქები და შესაბამისად გაჭედილობა, რაც ახლა მე მგონი საუკუნის დაავადება არის ცხვირის გაჭედილობა და ეს თუ ადგილობრივად შეგვიძლია ამ მედიკამენტით ლორწოვანი ასე ვთქვათ დავიცვათ ზედმეტი დატვირთვისგან და ინფექციის ადვილად ჩანერგვისგან არაჩვეულებრივი ეს პრეპარატი ინიშნება 6 თვის ასაკიდან 6 თვიდან 12 წლამდე ნახევარი ტაბლეტი მიიღება დღეში ერთჯერ 12 წლიდან უკვე მოზრდილებში ერთი ტაბლეტი დღეში ერთჯერ თქვენ რაც აღნიშნეთ ცხვირთან ცხვირის ლორწოვანთან დაკავშირებით ამისთვის არსებობს ზოგადად ცხვირის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანი ცალკე საკითხი არის როდესაც ცხვირის ჰიგიენაზე ვსაუბრობთ ეს ყოველდღიური რუტინა უნდა იყოს წესით რადგან ჩვენ ეხა ცხოვრობთ ისეთ სამყაროში სადაც გარემოს დაბინძურება ძალიან ესეთი აქტიურია დიდია და შესაბამისად ალერგიული დაავადებები არის გავრცელებული ესეთი მაღალი მაჩვენებლები ამიტომ აი ეს ცხვირის ჰიგიენა მექანიკურად მოშორება სხვადასხვა პათოგენის ალერგენის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ წარმოდგენილი არის Hilsi Baby Kids-ი ესეც გახლავთ შვეიცარიული კომპანია Lallemand Pharma-ს მიერ წარმოებული რომელიც არის ორი პრეპარატის კომბინაცია ერთი კომპონენტი გახლავთ ზღვის მრავალფეროვანი ბიოსფეროდან მიღებული სიმბიოფილმი ეს არის ზღვის ბაქტერიებიდან მიღებული პრობიოტიკი რომელიც ცხვირში ქმნის ცხვირის ლორწოვანზე ქმნის დამცავ ფენას და ამით ხელს უშლის ბაქტერიების სხვადასხვა პათოგენის მოხვედრას ლორწოვანში და მათ იქ გამრავლებას ადგილობრივად გამორეცხავს გარდა ამისა სიმბიოფილმისა მეორე კომპონენტი იზოტონური ხსნარი რომელიც უკვე მექანიკურად ატენიანებს ბარიერულ ფუნქციას აღადგენს მექანიკურად იშორებს ამას ლორწოვანს ეხმარება რომ თავისი დამცველობითი ფუნქცია სრულფასოვნად შეასრულოს ეს უკვე ზღვის მარილოვანი იზოტონური ხსნარი არის რომელიც ძალიან გავს ჩვენს ბიოლოგიურ სითხეებს ჩვენთვის ძალიან კომფორტული და ნაზია, ამიტომ მისი გამოყენებაც აბსოლუტურად უპრობლემოა და პრევენციაში რესპირაციული ინფექციებისთვის ძალიან ეფექტური.
აი ჩვენ ისმიჟენზე როცა ვსაუბრობდით, ჩვენ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ პრევენციაზე. შეიძლება თუ არა ისმიჟენის გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესში, მაშინ როდესაც გვაქვს რესპირატორული და გნებავთ რაიმე სხვა სახის მოვლენები. ისმიჟენი თვითონ ინფექციის და ანთებითი პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გამოსაყენებელი პრეპარატია, ასე ვთქვათ, ეფექტური არის, რადგან ის უშლის ხელს ბაქტერიების თუ სხვადასხვა პათოგენის ვირუსის შეჭრას ლორწოვანში, მათ გამრავლებას, ინფექციის გავრცელებას, ხელს უწყობს, ანუ აჩქარებს მის ელიმინაციას ორგანიზმიდან, ანუ გამოდევნას და სწრაფად აღადგენს, ეხმარება სწრაფად აღადგინოს დაზიანებული ქსოვილი. ამიტომ მისი გამოყენება როგორც პრევენციისთვის, ისე მწვავე პერიოდში აბსოლუტურად განსხვავება არის თერაპიულ და პრევენციულ დოზაში. დოზებში განსხვავება არ არის, პრევენციულ ხანგრძლივობა აქვს, ანუ თვითონ სქემა სხვა სქემით ინიშნება და ეს უკვე ექიმის მიერ განისაზღვრება. და შეგვიძლია თუ არა ისმიჟენი და აი ცხვირის ნაზალური სპრეი ერთდროულად გამოვიყენოთ? რა თქმა უნდა, შეგვიძლია ერთდროულად გამოვიყენოთ, იქნება ეფექტური და როგორც პრევენციისთვის, ისე გარდა რესპირატორული ინფექციებისა, ისმიჟენი როგორც იმუნომოდულატორი სხვა კატეგორიის პაციენტებში თუ შეგვიძლია გამოვიყენოთ? ზოგადად მექანიკური ბაქტერიული ლიზატები რეკომენდებული არის რესპირაციული ინფექციებით ხშირად მოავადე ადამიანებისათვის, ამიტომ რეკომენდაცია არის ეს, რომ რესპირაციული ინფექციების პრევენციასა და თუნდაც მწვავე მიმდინარეობაში გამოვიყენოთ. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი ახსენეთ, როდესაც ვიწყებდით ისმიჟენზე საუბარს, ბრძანეთ, რომ ამას პერორალურ ვაქცინასაც უწოდებენო და ვიცი რომ აუცილებლად გაუჩნდება ეს კითხვა ჩვენ სმენელს, თუ ეს ძალიან გამოიმუშავებს, ასე ვთქვათ, ჩვენ ორგანის საშუალებას აძლევს, რომ გამოვიმუშაოთ კონკრეტული ინფექციების მიმართ რაღაც იმუნური პასუხი, რომელიც არ იქნება ჩვენთვის მძიმედ აღსაქმელი, რამდენად ხანგრძლივად შეიძლება გაგვყვეს ეს იმუნური პასუხი? ეს შეიძლება გავყვეს რამდენიმე თვის განმავლობაში, დიახ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სქემებით, შესაბამისი დოზირებით. შესაძლებელია რამდენიმე თვე ჩვენ ეს უპრობლემოდ გამოვიყენოთ და მივიღოთ შესაბამისი შედეგი იმუნიტეტის გაძლიერების სახით. აი თუ ოჯახში ერთი წევრი ავადობს სეზონური ინფექციით ან რაიმე სხვა ინფექციით, რომლის დროსაც შეიძლება ისმიჟენი გამოვიყენოთ. შეიძლება თუ არა რომ დალიოს სხვა ოჯახის წევრებმაც თავის გადასარჩენად. შეიძლება, მაგრამ სასურველია რომ მაინც ოჯახის ექიმმა უნდა ჩააყენოს საქმის ყურში. ძალიან კარგი, მე მგონია რომ ჩვენი პირველი ნაწილი ამოიწურა, ეხლა სულ რამოდენიმე წუთით უნდა შევისვენოთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის და ესეთი საინტერესო საუბრისთვის და ჩვენ სულ რამოდენიმე წუთში მეორე სტუმართან ერთად დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.